მოდით დავიწყოთ საუბარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გეგმასთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, არ შესვლასთან დაკავშირებით და ბოიკოტთან დაკავშირებითაც მას ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ორივე ნაწილისთვის ჰქონდა გზავნილი, საკმაოდ მკაფიო გზავნილი, რომ არც ბოიკოტის გზა არ მიაჩნია და რაღაცა ბუნდოვანია, ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაო, ამაზე ისაუბრა და ცალსახად დააფიქსირა, რომ ეს არ არის არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება და საერთოდ რამე, ეს არის მითიო, არაერთხელ გაიმეორა. მოკლედ, თქვენ რა გაიგეთ, როგორ გაიგეთ, თქვენ ამ მოწოდებას რამდენად იზიარებთ, შეიცვლება თუ არა რაიმე თქვენს გეგმებში, ესეც საინტერესოა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. პირველად ვარ თქვენს გადაცემაში. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, იმედია არა ბოლოჯერ და მე მგონი ხშირად მოგიწევთ. კეთილი მაქვს. მადლობა მოწვევისთვის. დღეს სალომე ზურაბიშვილი იყო მკაფიო, პირველ რიგში მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რაცაც რის გამოც 2-3 თვეა სამწუხაროდ ვართ გაუთავებელ დისკუსიაში და ცოტა დისკუსიაზე უფრო მეტი შეგვიძლია დავარქვათ ამას, ეს არის ამ არჩევნებს აზრი აქვს თუ არა. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამ არჩევნებს აზრი იმიტომ კი არ აქვს, რომ ჩვენ ვერ მოუგებდით ქართულ ოცნებას სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში, არამედ იმიტომ აქვს აზრი, რომ ეს პროცესი საერთოდ მოკლებულია სამართლებრივ პოლიტიკურ შინაარსს. ეს არის ძალადობაზე, გაყალბებაზე, კრიმინალზე და რუსულ სპეცოპერაციაზე. ანუ ეს არ არის საერთოდ არჩევნები. იგივეს ამბობს სხვათა შორის ევროპარლამენტი და იგივეს ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მკაფიო არაზრუს ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ უფრო მეტს ამბობს. ნორმალიზებას მოახდენსო და შესაძლებლობას, ანუ ინსტრუმენტალიზაციას მოახდენს იმისას, რომ ქართული ოცნება გამოვიდეს და თქვას, რომ ხო ვამბობდით, რომ ეს მართლაც კონკურენტული არჩევნებია. სალომე ზურაბიშვილის ეს ნაწილი და ამ ნაწილში ჩვენ მას ვეთანხმებით და ჩვენი პოზიცია უკვე დიდი ხანია ცხადია. რაც შეეხება ბოიკოტის ნაწილში არ ეთანხმებით. მივყვები სამი საკითხი ქონდათ და გეტყვით. ბოიკოტის ნაწილს. მინდა გითხრათ, რომ ბოიკოტი მე მიმაქვს, რომ ეს განზრახ არ ხდება ამ ტერმინის გამოყენება. ჩვენ არ კოალიციაცისთავისთვის და პარტია ახალის მხრიდან არასდროს გამოყენებულა სიტყვა ბოიკოტი, გაფიცვა და ასე შემდეგ. ჩვენ ბოიკოტს კი არ უცხადებთ. ანუ ჩვენ ის კი არ გვინდა, რომ ცოტა ამომრჩეველი მივიდეს ან ბევრი ამომრჩეველი. არა, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, იმიტომ რომ ეს პროცესი არის სრულიად არალეგიტიმური, არასამართლებრივი და ფაქტობრივად მას აქვს გამოცვლილი შინაარსი, რა შინაარსიც არჩევნებს უნდა გქონდეს. არჩევნები ეს არის ქვაკუთხედი დემოკრატიის, კონკურენციის, ძალაუფლების გამიჯვნის, მაგრამ ეს ქვაკუთხედი არის დაკარგული. ანუ ბოიკოტში კი არ შევდივართ, ანუ პოლიტიკურ პროტესტს კი არ უცხადებთ. უბრალოდ ამ პროცესს არ ვაღიარებთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დაწყებული, სუსით დამთავრებული, ოდნავ ნეიტრალურიც არის. ამიტომ ეს ბოიკოტი არ არის. ეს არის დაუმორჩილებლობა და დაუმორჩილებლობაში ჩვენ გვჭირდება მკაფიობა. მადლობა დღეს, რომ ეს განცხადება გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს იყო პირველი მკაფიო განაცხადი, რომ ამ არჩევნებს აზრი არ აქვს. არ გასვლა და გასვლა კი არ იყო პრობლემა. ეხლა რაც არის ძირითადი უთანხმოების საკითხი თქვენს 8 პოლიტიკურ პარტიასა და ასევე აქტივისტების უდიდეს ნაწილს სინდისის პატიმრების მშობლებისა და ოჯახის წევრები, მოკლედ ისინი ვინც ამ არჩევნებში, ამ არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და გინდა ბოიკოტი დაუძახოთ, გინდა დაუმორჩილებლობა, მოკლედ არაპირებენ ამაში მონაწილეობას. და მეორე მხარეს ჯერჯერობით ორი პარტია, უпростоრეთ ერთი კოალიცია, ერთი პარტია, მაგრამ არ ვიცი დღის შემდეგ რა იქნება, მაგრამ შესაძლოა მათი რაოდენობაც გაიზარდოს, ხო? იაგოს გირჩი, ანადოლიძის პასუხი არ ვიცით ამ საკითხთან დაკავშირებით, რა იქნება და როგორ იქნება და ჯერ მათაც საინტერესოა მათი გადაწყვეტილებაც როგორ იქნება. უთანხმოების საკითხი ძირითადი რაც არის და რაღაც კამათი და კითხვა მუდმივად რაზეც ისმის ხოლმე ბატონ თენგო არის ის, რომ რას გულისხმობს ეს დაუმორჩილებლობა, რას მოიტანს ეს დაუმორჩილებლობა, პროტესტს როგორ წარდგება ეს დაუმორჩილებლობა, პოლიტპატიმრებს როგორ გამოიყვანს ციხიდან ეს დაუმორჩილებლობა, 5 ოქტომბერს რა ხდება, ეს არის ყბადაღებული კითხვები და არ ვიცი, თუ გინდათ ახლა უპასუხოთ, თუ გინდათ ალბათ თქვენს პლატფორმას რომ დაუბრუნდებით, ხო, ამ კითხვასაც გავცნო და შემდეგ დაუბრუნდები იმ კითხვის მეორე ნაწილს, პირველი კითხვის მეორე ნაწილს, რომელიც ჩვენ ვიტრიალებთ ამ თემების გარშემო. დაუმორჩილებლობამ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს? პირველ რიგში ერთხელ და სამუდამოდ როდესმე ქართულმა ოპოზიციამ, რომელიც რთულ წინააღმდეგობაშია, ჩვენ
დემოკრატიულ რეჟიმს არ ვეძვით, ჩვენ რუსულ ავტორიტარულ რეჟიმს ვეძვით, რომელსაც უნდა სრული დიქტატურა და ძალაუფლების კონსოლიდირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ხელში. უნდა მივიდეთ პოლიტიკური A-წერტილიდან B-წერტილამდე ისე, რომ გზაში არაერთგზის პოზიციები არ შევცვალოთ. კოალიცია ცვლილებისთვის და პარტია ახალი არის ამ ნაწილში თანმიმდევრული. დაუმორჩილებლობა ეს არ არის მოკლევადიანი ერთდღიანი პროცესი. დაუმორჩილებლობა არის პროცესი, რომელმაც გვინდა რომ მიგვიყანოს B-წერტილამდე და B-წერტილი რა არის? რას გულისხმობს ეს დაუმორჩილებლობა? მეც მეხება ეს დაუმორჩილებლობა? ანუ აი ეგ პოლიტიკურ დაუმორჩილებლობაზეა ძირითადად რუსთაველს ეხება, ეს ადამიანები არიან უკვე 230 დღეა თითქმის დაუმორჩილებლობაში. ყოველ ჯარიმებს არ იხდიან, ქუჩას კეტავენ, ეს ხალხი არის პოლიტიკური ლიდერები არიან დაუმორჩილებლობაში. თქვენ თუ გონიათ და ვიცი რომ არ გონიათ, ვინმეს უხარიათ ციხეში ჯდომა, იმიტომ რომ რაღაც წულუკიანმა რაღაცა ჭორბიუროს შექმნა, იქ რაღაც სისულელეებზე მსჯელობენ და ამის ხედან ციხეში ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ყველა ზუსტად მაგიტომ ხედან. ივითარ გამაძე, რა ვიცი, ყველა ირაკლი ფუქროვიჩი. B-წერტილი რა არის? B-წერტილი არის რომ ამ დაუმორჩილებლობამ და წინააღმდეგობამ ისე უნდა დაასუსტოს ქართული ოცნება და ქართული ოცნება სუსტება, ყოველდღიურად სუსტება ქართული ოცნება. ყაველაშვილის წერილი იყო სისუსტე და ის რომ ლეგიტიმაციის პრობლემა მათ აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადება ჯერ შოთა არველაძეს ეხვერწებოდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთო და მაღიარეო, ახლა ოპოზიციას გვემუქრება, ვინც არ გვაღიარებთ, ყველას დაგვიჭერთ. ეს სისუსტეა. სისუსტეა ის, რასაც ისინი აკეთებენ, რომ ან თვითმკვლელობამდე მიყავთ ერთმანეთი, ან ერთმანეთს კლავენ გარჩევები აქვთ, ყველა მიცის ამ ქალაქში და ქვეყანაში, რომ ყოველ საღამოს მათ აქვთ გარჩევები, ერთმანეთს წემენ, ურთავენ და ეს ფაქტია, იმიტომ რომ აი მუდმივ ბოდიში თენგო ჩაგერთვებით, იმიტომ რომ მუდმივად რაც გვესმის, რომ რაც ხდება მათ შიგნით და რაც გარეთ გამოდის, კიდევ ერთხელ უნდა თორნიკე რიჟვაძე ვახსენო და ჯანმრთელობა ამ ახალგაზრდა ადამიანს კიდევ ერთხელ ვუსურვო. აი ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი რიგზე არ არის და რა თქმა უნდა. აი B-წერტილზე მივალ, აი 3-4 არგუმენტი ვთქვი და მნიშვნელოვანი B-წერტილში, ანუ წინააღმდეგობა და დაუმორჩილება არის პროცესი, ისე უნდა დასუსტეს ქართული ოცნება და ქართული ოცნება სუსტება, რომ მას მოუწიოს ის გენერალური ორი პირობა რაცაა, ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება შეასრულოს. ამ გზაზე ასე მოუწევს მარტო მე პროტესტთან დაკავშირებითაც დავსვი კითხვა. პროტესტ როგორ გაზრდის თქო, იმიტომ რომ აი მაგალითად მამუკა ხაზარაძე სხვათა შორის ვიდრე დაიჭერდნენ, მე და მას გვქონდა ამაზე კამათი და შემდეგაც ეთერებშიც ამაზე მუდმივად იყო საუბარი, რომ ეს უფრო გაზრდის მათი გზა, რომელსაც ის მათ აირჩიეს საბოლოოდ ეს გზა, საბოლოოდ არ ვიცი დღეს შემდეგ რა იქნება პრინციპში, მაგრამ ეს გზა რომ არჩევნებში აი ადგილებზე უფრო გაზრდის რაღაცა ბრძოლის ჟინს, ხალხის მობილიზებას, 4 ოქტომბერს იქნება ერთი დიდი საპროტესტო აქცია და მოკლედ საკმაოდ ისეთი გეგმა არის. ხელშესახები და ხილული გეგმა. აი ხა თქვენ მითხარით, თქვენ გეგმაში რა ხდება? თან არჩევნებისთვის ემზადებოდეთ, თან აქციისთვის ცოტა რთულია, მაგრამ ამას მოდის სხვისი გეგმის კრიტიკას ამ ეტაპზე შევეშვები. ჩვენ ვამბობთ რა 19 ივლისს 19 საათზე პირველი მარში, რომელიც იქნება ახალი ანუ პირველი არა ერთ-ერთი მარში, მაგრამ ამ რვიანის თანაორგანიზატორობით სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთად, სტუდენტებთან ერთად იქნება 19 ივლისს 19 საათზე თსეუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მარში, რომელიც იქნება ხელახლა ახალი ან ნამდვილი და ესე ვიტყვი სამართლიანი არჩევნების და არა რუსული სპეცოპერაციაში მონაწილეობის მარში. ეს იქნება ერთი სიგნალი. იცით რა, აი რატომ მინდა, იმიტომ რომ ეს კითხვები მე ხომ არ მიჩნდება, თქვენ ხომ ეს კითხვები მოგისმენიათ, ეს კითხვები არსებობს. აი ახლა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ისევ ლაპარაკობს ერთობაზე, რაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ჩემი პირადი აზრი ასეთია, ერთობის გარეშე მართლა შეიძლება არც ბოიკოტი გამოვიდეს და ერთობის გარეშე არც იმ არჩევნებმა და მასში მონაწილეებმა შეიძლება რამე ხელშესახები შედეგი დადონ. რატომ უშლის მაგალითად ხელს არ ვიცი ახლა არჩევნებში მონაწილეობა და თან პროტესტი რამდენ არჩევნებში მიგიღიათ მონაწილეობა და პროტესტიც ყოფილა გარეთ. უბრალოდ აქ იმაზეა საუბარი, ვინ დაიცავს მათ ხმებს და მე მათ წარმომადგენლებს ამას მუდმივად ვეკითხები ხოლმე. გავიგე. ანუ ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმაზე მინდა რომ არსი და мотиваცია რაც არის 19 ივლისის აქცია და ეს პროცესი იქნება მზარდი. დაუმორჩილებლობაში თუ ბევრი ვიქნებით, შედეგი მიიღწევა მალე.
დაუმორჩილებლობაში ცოწანი ვიქნები, ჩეტეხის მიღწევა გადავადდება, მაგრამ აუცილებლად მიიღწევა. დაუმორჩილებლობა არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია რწმენას. და მე მაქვს რწმენა, რომ ქართული ოცნების დამარცხება მასთან თანამშრომლობით არ შეიძლება. როგორც კი სისტემასთან ითამაშრობენ, ბიძინა ივანიშვილი მოგიწყობს გარჩევას და დაგჩაგრავს და ის ხალხი, ვინც მონაწილეობს და უნდა რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილთან გარჩევაში აქვს მონაწილეობა მიღებული და დამარცხებულად გამოცხადებული ყავს. ხვდებით ხო, რასაც როდესაც იყო ანაკლიის სპორტზე საუბარი, მნიშვნელოვან პროექტზე და ასე შემდეგ. ანუ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა ნიშნავს შემდეგს: შენ აპრიორი მარცხდები და ემორჩილები სისტემური თამაშის წესებს. ჩვენ არ ვაპირებთ რეზოლუციაში მე მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ, გასაგებია ამაზე ალბათ ბევრს კიდევ ვისაუბრებთ ხოლმე, ეხლა მთელი გადაცემა ამ თემას არ მინდა დაუთმო. რეზოლუციაში სხვათა შორის არის ზუსტად აი მაგ მიმართულებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ზუსტად ეგ მაგ მიმართულებით არის აქცენტი, რომ უბრალოდ ამას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და ამ შემთხვევაში ვერანაირად ეს ვერ ჩაითვლება არჩევნებათო. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც რეზოლუციაში წერია, ის, რაც აი ამ უმწვავეს ანგარიშში წერია. საერთოდ არ ვიცი, დღეს სულ ვფიქრობდი, უბრალოდ ვერ მოვასწარი გადამოწმება, არსებობს თუ არა აი ასეთი რეზოლუცია, სადაც არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ასეთი ჩანაწერი რომ იყოს. რუსეთთან დაკავშირებით არის საერთოდ განაცხადი ხოლმე, რომ EU-ში წავედი ხა EU-ის ასპექტში, ევროკავშირის რეზოლუცია არ მახსენდება, მეც EU-ის ასპექტზე აუცილებლად. ნუ გასაგებია, რაღაც ხაზი მინდა მნიშვნელოვანი გავავლო. ეს არ არის მარტო ლოკალური წინააღმდეგობა და დაუმორჩილება. ანაკლიის სპორტზე ვსაუბრობდი. ანაკლიის სპორტი მნიშვნელოვანი საკითხია. ნიშნულოვანი საკითხია და ამ გადმოსახედიდანაც უნდა იფიქროს ოპოზიციურ ფლანგზე მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელსაც ცდილობდნენ რომ მისი სავიზიტო ბარათი ყოფილიყო მთელი კამპანიების დროს და გვახსოვს, რაც გულისხმობ. იმ დროს, როდესაც რუბიო აზერბაიჯანს და სომხეთს ეუბნება, რომ შვიდობის და საბაჭრო შეთანხმება უნდა დაიდოს მათ შორის. ამ დროს რუბიოს წერილს არ კითხულობს ივანიშვილი. ხო, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი სისუსტის გამოვლენა ისეც არის, სხვათა შორის და ამ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სახელმწიფოში რეალური წინააღმდეგობა იყოს, ვინაიდან მალე კავკასია შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მდიდარი რეგიონი. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ სკანდინავიაზე, ბალტიის ქვეყნების კავშირზე, სკანდინავიის სახელმწიფოს, ბენილუქსის ქვეყნების კავშირზე და ასე შემდეგ, კავკასია შეიძლება იყოს ერთ-ერთი მდიდარი სახელმწიფო, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზღუდეებიდან გამომდინარე და ცივილიზაციასთან, დემოკრატიზაციასთან ახლოდან გამომდინარე. და ჩვენ ამ დროს რას ვამბობ, რომ ალუდა ღუდუშაურს უნდა ვეჯიბროთ რომელიმე მუნიციპალიტეტში? ეს არის ფარსი, ეს არის კრიმინალში მონაწილეობა და კრიმინალში ვინც მონაწილეობს, კრიმინალში თანამონაწილე სტატუსით არის ისა და კარგით, გავიგეთ, ნუ ვიქნებით ასეთი რადიკალურები ერთმანეთის შეფასებებში მართლა, იმიტომ რომ აი არ ვიცი ეხა დღევანდელი დღე, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მგონია, რომ თქვენთვისაც, მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ღირს ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რაღაცაზე ალბათ დაფიქრება ღირს და რაც მთავარია, ყველა უნდა იფიქროს საერთო პროცესზე. ეხა რაღაც მოწოდებასავით გამომივიდა, მაგრამ მე მტკივა ეს ქვეყანა, მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მოწოდებას გავაკეთებ ჩვენ ზურაბიშვილის პლატფორმაში. აი თქვენთან ვაკეთებთ მოწოდებას. ჩვენ მზადვართ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაში ვიყოთ, აი თქვენთან ვაკეთებთ. თუ ლელო, ანუ ამ პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი იტყვის უარს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამაზე მეტი კონსენსუსი, ამაზე მეტი დათმობა. იმ შემთხვევაში თუ ისინი უარს არ იტყვიან, თქვენ არ იქნებით პლატფორმაში. ეხა ეგ უნდა ჩვენ არ ვართ მაგის გამო არ ვართ პლატფორმაში. მაგრამ ზურა ჯაფარიძეს ვიდრე დაიჭერდნენ, ვიცი რომ ის მივიდა. ზურა ჯაფარიძე, ანუ უბრალოდ ეს პლატფორმა არ არის კოალიციების პლატფორმა. სხვათა შორის ერთი ხაზი მინდა გავუსვათ შემდეგს რა. პატივი ვცეთ იმ პარტიებს, რომლებიც ახალ დაფუძნებულია და მათი რეიტინგი არავინ არ იცის რა იქნება
სამართლიანი არჩევნების პირობებში ეს ერთი. მეორე, თავისუფლების მოედანი იყო კოალიციის ნაწილი. თავისუფლების მოედნის ლიდერი იქნება ჩემი სტუმარი თქვენ შემდეგ. ძალიან კარგი ლევანს წარმატებას უსურვებ თქვენს ეთერში და ზოგადადაც და არავინ არ იცის მისი კონტრიბუცია რა იყო ამ არჩევნებში. ეს მეორე საკითხი. იმ არჩევნების შედეგები, რომელიც გაყალბებულია, საერთოდ იმ არჩევნების შედეგებით გაზომვა რაიმესი არ ვიცი. რაღაცა ვსაუბრობ, ზომავდა არჩევნების შედეგებს კი არ ვაღიარებ. მე ვიყავი პირველი ვინც თქვა ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა. კონტრიბუცია რა იყო მეთქი იმ ხმებში იმას გულისხმობ. ამიტომ ან ევროპული საქართველო თუ ამ არჩევნებში აი თქვენ რასაც ამბობთ, თუ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ევროპულმა საქართველომ 2020 წელს ანუ წინასაყრა უფრო მეტი ხმა არ მიიღო. ანუ პატივი ვცეთ ყველა პოლიტიკურ აქტორს. ეს არის ნიშნული პოლიტიკოსები თქვენ ხართ ეცით ერთმანეთს საერთოდ პატივი გაითვალისწინეთ საზოგადოების დაკვეთა, გაითვალისწინეთ ის რომ სინდისის პატიმრები არიან ციხეში, პოლიტიკოსები არიან ციხეში და რაც მთავარია ეს ქვეყანა არის უდიდეს საფრთხეში. პროდასავლური პარტია არის. ჩემთვის ეს არის მთავარი. მე მესმის პრინციპები, ხედვები ყველაფერი. ერთი კითხვა უნდა დავსვა. აი თქვენ ახლა თქვით რომ ამ წინააღმდეგობის პლატფორმაში იმ შემთხვევაში დავბრუნდებით თუ ლელო ან ძლიერი გახარია საქართველო ან ორივე ან ერთ-ერთი მარტო ლელო. მე როგორც ვთქვი გახარია აღარ არის იმ პლატფორმაში. ხო, ის დასაზუსტებელია დააზუსტება. არ დადიან. თუ მოკლედ ისინი იტყვიან უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ანუ სხვა შემთხვევაში. მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოწოდებებისა, სადაც გეგმაზე იყო საუბარი. გეგმაზე, სადაც საუბარია გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე. აი ამ ყველაფერზე სასაუბროთ არ თვლით საჭიროთ, რომ უნდა იყოს. საჭიროთ როგორ არ ვთვლით, საუბრას ვთვლით ყველასთან. და კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს მიუხედავად ჩვენ 26 მაისის განცხადებას, რომელიც არაერთგვაროვნად შეფასდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და აქტორს შორის, აქტორს გულისხმობ სამოქალაქო ჯგუფებში და ასე შემდეგ, ჩვენ ვთქვით, რომ ეს განცხადება საკმარისია, ახლა ლელოს ველოდებით და გავაგზავნოთ ერთად მუშაობა. ანუ ჩვენთვის რაღაც კითხვის ნიშნები კი არ დამდგარა ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სალომე ზურაბიშვილის როლს ადამიანთა ჯგუფი, პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ თითქოს მათ მხარდამჭერად. ეს არ იყო. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ცდილობს რაც მისასალმებელია, რომ მას კონდეს ნეიტრალური პოზიცია და არ იყოს მკაფიო გამოხატული მხარე, მაგრამ დღეს ევროკავშირის რეზოლუცია სხვა კვლევები მე მგონია რომ მასაც მისცა იმ განცხადების გასაკეთებლად რაც მან გააკეთა. ეხლა ვერავინ ვერ იტყვის რომ 450 წევრზე ვინმე deep state-მან ქართულმა ოპოზიციამ მოახდინა გავლენა. ანუ ევროპაში დასავლეთში, ამერიკაში ჩამოყალიბებულია პოზიცია საქართველოში არჩევნები ტარდება თუ არა და ამის არ დანახვა არის შავზე თეთრზე საუბარი და რის დათმობას გთხოვთ, ანუ თქვენ არ გეუბნებით ზოგადად, რომ შავზე რომ ვისაუბროთ თეთრი ან თეთრზე შავია, ამ დისკუსიაში შევიდეთ ვინმესთან, დავჯდეთ და შევიდეთ თქვენს ეთერში, მაგრამ დროს დავკარგავთ. აი თქვენ რასაც ამბობთ, დროს ნაბიჯები არის გადასადგმელი ერთიანობის ხარის. 8 პროდასავლური პარტია დაგვიდგნენ, ამიტომ დასხდეთ ისევ ერთად. მაგის თქმა მინდოდა და მაგას ვცდილობ მთელი გადაცემა. ჩვენ დაუდგებით მხარში. ჩვენ დაუდგებით ხმაში. ჩვენ რო ეხა პრაგმატულად რაღაც პარტიულ ინტერესზე ვფიქრობთ, აი კოალიცია ცვლილებისთვის ფიქრობდეს პარტიულ ინტერესზე. აი არაფერი არ უჭირდება იმის, ზუსტად ორი კვირა უჭირდება მედიებში სიარული და თქვენ რო ხისტად შეაფასეთ ჩემი შეფასება, ოდნავ სიხისტეს მოუმატებთ და მკაფიობას და დამერწმუნეთ პარტიულ ინტერესს კიდევ უფრო უპირატესად ჩავ, მაგრამ ამას ავშვებით. არ ვესხმით თავს. ვერ იტყვით, რომ თენგო თევზაძემ პერსონალურად ვინმეს დაესხათ. ეხლა შავზე თეთრია გვიმტკიცებენ და არ არის ბატონო. გასაგებია თენგო. შავზე თეთრს ვერ ვიტყვით. მოდით, არ ვიცი, ვნახოთ. მე მაინც მგონია, რომ დღეის ამასიკით შეიძლება რაღაცეები სხვანაირად, ან ეს ჩემი სურვილია შესაძლოა და მგონია, რომ ორივე მხარეს, იმიტომ რომ თქვენ ყველანი ერთიან ბრძოლაში ხართ რეალურად და მე არ მეპარება არავის გულწრფელობაში ეჭვი ნამდვილად. შესაბამისად მაინც მგონია რომ რაღაც შანსები ჯერ კიდევ არის. ბოლო წინადადებას ვიტყვი, შეცდომა პოლიტიკაში ხდება, უშეცდომო პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები არ არსებობენ. თავარია რომ ამ შეცდომის დაშვების დროს ან უკვე დაშვებულ შეცდომის შემთხვევაში ჩვენ შეცდომებზე კი არ ვისაუბროთ, არამედ ვისაუბროთ ერთიანობაზე და ერთმანეთთან შეხების წერტილებზე და კოალიცია ცვლილებისთვის ამისთვის არის მზად. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ინტერვიუ ჩემთვის, ასე რომ ხშირად გელოდებით ჩემ სტუდიაში. თენგო თევზაძე, ოცნების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.
ღმერთო ეს რა დამემართა. რანაირი შემოთავაზება. იცით რა, მუდმივად მინდა რომ ქართული ოცნება იყოს სტუდიაში წარმოდგენილი და სავარაუდოდ წამომწნო. ვიცი რომ ვერ იქნებით, არც გისურვებთ მაგას, ვემშვიდობებით თენგოს.